პარლამენტის შენობის წინ დღეს იპოთეკით დაზარალებულებმა აქცია გამართეს, ისინი მთავრობისგან გრძელვადიან და დაბალ პროცენტიან სესხებს მოითხოვენ. მომიტინგეებმა პარლამენტის წევრებთან გასაუბრება ვერ მოახერხეს, რის შემდეგაც შენობაში შეჭრაც სცადეს, თუმცა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა ამის საშუალება მათ არ მისცა. აქციის მონაწილეების განცხადებით, მსგავსი შეკრებები მომავალშიც გაიმართება, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. ჩირგვებში დამალული წვეთს კიდევ ჩვენ საკითხს მოღალატე ხარ ბატონო ბიძინა, თქვენ ქართველებს უღალატე, თქვენ გუნდრუკს გიფქვევს ის, ვისიც ბიზნესიც გადაარჩინე, ჩვენ არა. დღეს კიდე სახზე გამოსახლებაზე მიდიან გია სალდაძესა, არ დაუშვებთ, შევეწირებით.